Сьогодні був черговий російський რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს ჩვენი ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას სუსტად ცივი სეზონის დაწყებამდე. რუსები ეძებენ გზებს, რათა მეტი ზიანი მიაყენონ ჩვენს მოსახლეობას. მხოლოდ გაზის ობიექტებზე ამ ერთი თავდასხმის დროს 35 რაკეტა გაისროლეს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. ეს იყო კომბინირებული თავდასხმა და ჩვენ მხოლოდ რაკეტების ნახევრის ჩამოგდება მოვახერხეთ. ჩერნიჰივის რეგიონში დრონების დარტყმების შემდეგ რთული ვითარებაა სლაუტიჩში, ნიჟინში, ასევე თავად ჩერნიჰივსა და სუმის რეგიონში. საღამოს დონეცკში ბალისტიკური რაკეტა დაარტყეს ენერგეტიკულ ობიექტს. კრამატორსკში, სლავიანსკში და დრუჟოვკაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. теж по Росія обирає რუსეთმა ომი აირჩია. რუსეთი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ანადგურებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს. ჩვენი შესაძლებლობები გაიზრდება. რუსეთს საწვავის იმპორტი სხვადასხვა ადგილიდან უწევს. აზიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ხოლო ევროპაში ბელარუსიდან. ეს პუტინის ომის ერთ-ერთი შედეგია. ქვეყანა, რომელიც ბენზინგასამართი სადგურია, საწვავს ვერ ყიდის და მისი იმპორტი უწევს. ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ჩვენი შეიარაღებული ძალების დაზვერვისა და უკრაინელი იარაღის წარმოებლების მიღწევაა.